დღეს ჩვენ ვიმყოფებით ნიკოსეულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში. ეს დარბაზი სრულიად დაეთმო თანამედროვე მხატვრობის ექსპოზიციას, რომელიც უნგრეთის საელჩოსთან ერთად ძალიან დიდი ხანი იგეგმებოდა. მოგეხსენებათ, უნგრეთის საელჩოს დაწესებული აქვს ყოველწლიური პრემია, მიხაილ ზიჩის სახელობის პრემია, რომელიც გადაეცემა ქართველ ხელოვანს. 2024 წლის პრემია გადაეცა ქალბატონ ლიაშველიძეს და ბატონ ზურაბ გაბუნიას, რომელთა ნახატები არის დღეს აქ წარმოდგენილი. შემოსვლისთანავე თქვენ იხილავთ ქალბატონ ლიაშველიძის ნახატებს სერიას ქალის ფიქრი, რომელიც ალბათ ძალიან კარგად ასახავს ქალბატონი ლიას ჩანაფიქრს, რომ გადმოსცეს ესე ვთქვათ ქალის აზრები, ჩანაფიქრები. ერთ-ერთი პირველი მხატვარი იყო ქალბატონი ლიაშველიძე, რომელმაც ზოგადად ეს ქალის თემა წამოწია ქართულ მხატვრობაში. შემდეგ დარბაზი ეთმობა ბატონი ზურაბ გაბუნიას ნამუშევრებს, რომელთა შესახებ შემიძლია ვთქვა შემდეგი, რომ თითქმის მთელი საქართველო მოიარა ბატონმა ზურაბმა და მისი სტილი ესე ვთქვათ არის პეიზაჟი და მთელი საქართველოს მასშტაბით მან ყველა კუთხე თავის ფერწერაში ასახა. განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგიერთი ისეთი ადგილი აქვს დახატული, რომელიც დღემდე სრულად არ არის მოღწეული და ნანგრევებს წარმოადგენს. ფაქტიურად ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც მან მუზეუმს გადასცა სახელწოდებით მრევლის მოლოდინში, ასახავს დანგრეულ ეკლესიას. ასეთი უნიკალური ნახატები, უნიკალური პეიზაჟები საქართველოს მასშტაბით ბატონ ზურაბს ძალიან მრავლად აქვს თავის ნაშრომებში ასახული. მათი დიდი ნაწილი დღეს წარმოდგენილია ჩვენს მუზეუმში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, უფასოდ დაათვალიეროს ჩვენი მუზეუმის ეს გამოფენა.